მოგესალმებით, მე დღეს მოგიყვებით ყველა ჩრდილოურ სახლზე. პირველი, სტარკები. House Stark ჩრდილოეთის ყველაზე ძლიერი და პატივსაცემი საგვარეულოა Game of Thrones-ის სამყაროში. მათი სახლი მდებარეობს ვინტერფელში, უზარმაზარ ციხესიმაგრეში, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში ჩრდილოეთს იცავდა. სტარკების დევიზია, Winter is coming. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის გაფრთხილება, რომ მძიმე დრო ყოველთვის ახლოსაა. სტარკები ცნობილები არიან ღირსებით, ერთგულებითა და სამართლიანობით. სახლის ლიდერი Eddard Stark, იგივე ნედი სტარკი, ვესტეროსში ერთ-ერთ ყველაზე პატიოსან ადამიანად ითვლებოდა. თუმცა სწორედ ამ პატიოსნებამ დაღუპა კიდეც. მისი სიკვდილი მთელ ისტორიას ცვლის და ჩრდილოეთს ომისკენ უბიძგებს. ნედის შვილები მოგვიანებით სხვადასხვა გზით ვითარდებიან. ჯონ სნოუ ხდება კედლის დამცველი და White Walker-ებთან ბრძოლის მთავარი ფიგურა. Arya Stark მკვლელად გადაიქცევა და შურისძიების გზას დაადგება, ხოლო Sansa Stark პოლიტიკურ თამაშებში ძლიერ ლიდერად ყალიბდება. სტარკების არმია ჩრდილოეთის ლორდებისგან შედგებოდა და საჭიროების დროს 10,000-ობით მებრძოლის შეკრება შეეძლოთ. მათი სიმბოლო რუხი მგელია, რომელიც ჩრდილოეთის სიმტკიცესა და გადარჩენის ინსტინქტს გამოხატავს. მიუხედავად უამრავი დანაკარგისა, სტარკების სახლი ბოლომდე არ ნადგურდება. ისინი ყოველთვის ბრუნდებიან, რადგან ჩრდილოეთს ერთი რამ არასდროს ავიწყდება, სტარკები ჩრდილოეთის ნამდვილი მმართველები არიან. მეორე, ბოლტონები. House Bolton ჩრდილოეთის ერთ-ერთი ყველაზე საშიში საგვარეულოა Game of Thrones-ის სამყაროში. ისინი ცხოვრობენ დრედფორდში, პირქუშ ციხესიმაგრეში, რომელიც შიშისა და სისასტიკის სიმბოლოდ ითვლებოდა. მათი დევიზია, Our blades are sharp, ჩვენი დანები ბასრია. ბოლტონები საუკუნეების განმავლობაში სტარკების მთავარი მეტოქეები იყვნენ. ისინი ცნობილები იყვნენ მტრების ცოცხლად გატყავების ტრადიციით, რაც მათ გერბზეც აისახა გაკრული, გატყავებული ადამიანი. სახლის ყველაზე ცნობილი ლიდერი იყო Roose Bolton, ცივი და გამთვლელი ლორდი, რომელმაც წითელი ქორწილის დროს Robb Stark-ს უღალატა და ჩრდილოეთის მმართველობა მოიპოვა. მოგვიანებით მისი ადგილი დაიკავა მისმა ვაჟმა, Ramsay Bolton-მა, რომელიც ვესტეროსის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ ადამიანად ითვლება. ბოლტონების ძალაუფლება დიდხანს არ გაგრძელებულა. ბასტარდების ბრძოლაში ჯონ სნოუმ და Sansa Stark-მა მათი არმია დაამარცხეს. რამსის სიკვდილის შემდეგ ბოლტონების სახლი დაეცა და ჩრდილოეთი კვლავ სტარკების ხელში დაბრუნდა. House Bolton ისტორიაში დარჩა როგორც შიშზე, სისასტიკესა და ღალატზე აგებული საგვარეულო, რომელმაც ძალაუფლება მოიპოვა, მაგრამ მისი შენარჩუნება ვერ შეძლო. მესამე, მანდერლები. მანდერლების სახლი House Manderley ჩრდილოეთის ყველაზე უცნაური, დიდარი და პოლიტიკურად გავლენიანი საგვარეულოა. სხვა ჩრდილოური სახლებისგან განსხვავებით, ისინი წარმოშობით სამხრეთიდან, მდინარე მანდერიდან არიან. საუკუნეების წინ, როცა მათ მშობლიური მიწებიდან აწევებდნენ, სტარკებმა ისინი შეიფარეს, ჩრდილოეთში დაასახლეს და თავშესაფარი მისცეს. მას შემდეგ მანდერლები ვინტერფელის უერთგულესი მოკავშირეები გახდნენ. მათი ციხესიმაგრეა ახალი ციხე, Newcastle, თეთრ ნავსადგურში, White Harbor, ჩრდილოეთის ერთადერთ დიდ საპორტო ქალაქში. მათი გერბი წლისკაცია, Mermaid, ზღვის ფერფონზე. ვინაიდან სამხრეთული ფესვები აქვთ, მანდერლები ერთადერთი დიდი ჩრდილოური სახლია, რომელიც ძველი ღმერთების ნაცვლად 7 ღმერთს წემს თაყვანს და მათ მიწებზე რაინდობის ტრადიციაც არსებობს. ქალაქის მართვის და საზღვაო ვაჭრობამ ისინი წარმოუდგენლად გაამდიდრა. მათი მეთაური ლორდი Wyman Manderley იმდენად მსუქანია, რომ ცხენზეც კი ვერ ჯდება, რის გამოც მტრები მას ლორდ ლამპარს ეძახიან და სუსტ პოლიტიკოსად მიიჩნევენ. თუმცა წიგნებში ეს სიმსუქნე და მოჩვენებითი მორჩილება გენიალური ნიღაბია. ხუთი მეფის ომის დროს Wymanis უფროსი ვაჟი, ვენდელი, წითელ ქორწილში მოკლეს, ხოლო მეორე ვაჟი, უილისი, ლანისტერებმა ჩაიგდეს ტყვედ. შვილის დასაბრუნებლად Wymani იძულებული გახდა ბოლტონებსა და ფრეებს დამორჩილებოდა, მაგრამ წიგნშიც ეკვა დრაკონებთან ის საოცარ ფარულ შეთქმულებას აწყობს. როდესაც ვინტერფელში სამი ფრეი, რომლებმაც მისი შვილი მოკლეს, სტუმრად ჩადის, Wymani მათ ფარულად კლავს, მათ ხორცს უზარმაზარ ღოზელებში აცხობს და ბოლტონებისა და ფრეების ქორწილში თავადვე მიირთმევს, რითაც უძველეს ტრადიციას, სტუმართმოყვარეობის კანონს. ფორმალურად არ არღვევს, მაგრამ მტრებს სასტიკად უსწორდება. Wyman Manderlis ნამდვილი გეგმა მაშინ იხსნება, როცა ის ფარულად ხვდება Davos Seaworths. ის ეუბნება Davos, რომ ჩრდილოეთი არასოდეს დაემორჩილება ბოლტონებს, რადგან ჩრდილოეთს ახსოვს The North Remembers. Wymani Davos თხოვს კუნძულს კაგოსიდან ჩუმად ჩამოიყვანოს გადარჩენილი რიკონ სტარკი, რათა მანდერლებმა ის ჩრდილოეთის უზენაეს მმართველად დასვან. მანდერლების სახლი არის იმის სიმბოლო, რომ ერთგულება და მადლიერება საუკუნეებს უძლებს და ჩრდილოეთის ნამდვილი ძალა არა მხოლოდ იარაღში, არამედ მოთმინებასა და ფარულ სტრატეგიაშია. მეოთხე, ამბერები. ამბერების სახლი House Amber, ყინულისა და ცეცხლის სიმღერის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული და უშიშარი საგვარეულოა. მათი მიწები ჩრდილოეთის უკიდურეს ნაწილში, კედლის მახლობლად მდებარეობს, რამაც საუკუნეების განმავლობაში ჩამოაყალიბა ამბერების ხასიათი. ისინი მკაცრი, ფიზიკურად ძლიერი, გიგანტური აღნაგობის მეომრები არიან, რომლებიც სხვებისგან გამოირჩევიან ამაყი და ფიცხი ბუნებით. მათი ციხესიმაგრე უკანასკნელი კი არა Last Hearth, ვესტეროსის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ლორდთა სავანია. ამის გამო, ამბერები ყოველთვის პირველები ხვდებოდნენ კედლიდან გადმოსულ ველურთა თავდასხმებს და ჩრდილოეთის საიმედო ფარად იქცნენ. მათი გერბი, დამსხვრეულ ჯაჭვებიანი გიგანტი წითელ ფონზე, სიმბოლურად გამოხატავს მათ დაუმორჩილებელ სულსა და ძალას. ამბერები საუკუნეების მანძილზე სტარკების მტკიცე მოკავშირეები იყვნენ. წიგნებში მათი ერთგულება კარგად ჩანს Robb Stark-ის ომის დროს. ლორდი ჯონ ამბერი, რომელსაც დიდ ჯონს Greyjohn ეძახიან, თავდაპირველად ეჭვით უყურებდა ახალგაზრდა Robbs და ნადიმზე იარაღიც იშიშვლა. თუმცა მას შემდეგ, რაც რობის მგელმა ორი თითი მოაჭამა, დიდმა ჯონმა გადაიხარხარა, რობის სიმამაცე აღიარა და პირველმა გამოაცხადა ის ჩრდილოეთის მეფედ. მიუხედავად იმისა, რომ სერიალში პატარა ჯონ ამბერმა ბოლტონების მხარე დაიკავა, წიგნებში მათი ისტორია ბევრად რთულია. წითელი ქორწილის შემდეგ, როცა დიდი ჯონი ტყვედ ჩავარდა, ამბერების სახლი ურად გაიხო. ნაწილი იძულებული გახდა ბოლტონებს დამორჩილებოდა, მეორე ნაწილი კი სტენის ბარათიონს შეუერთდა და ვინტერფელის კედლებთან ბოლტონებს პარტიზანული ომი გამოუცხადა.
ამ ბერები არასოდეს ივიწყებენ კიტს და მათი გული ყოველთვის ვინტერფელის მგლებს ეკუთვნის. მეხუთე, კარსტარკები. კარსტარკების სახლი, House Karstark, ჩრდილოეთის ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე, ამაყი და ძლიერი საგვარეულოა. მათი ფესვები პირდაპირ სტარკებთან მიდის 1000 წლეულების წინ ვინტერფელის მეფის უმცროსმა ძმამ, კარლონ სტარკმა, აჯანყება ჩაახშო და ჯილდოდ მიწები მიიღო, სადაც კარჰოლდ ციხესიმაგრე ააგო. დროთა განმავლობაში კარლონის სტარკები კარსტარკებად იქცნენ. მათი გერბი თეთრი მზეა შავ ფონზე, ხოლო დევიზი მზე ზამთარში და Son of Winter, რაც მათ ძველდიდებასა და გამძლეობაზე მიანიშნებს. საუკუნეების მანძილზე კარსტარკები ვინტერფელის ყველაზე საიმედო ხმლად ითვლებოდნენ. ისინი ფიზიკურად დიდი, ძვერგაყრილი და მკაცრი ადამიანები არიან, რომელთა ხასიათიც მათ ცივ მიწებს გავს. როდესაც რობ სტარკმა მესხმები შეკრიბა, ლორდი რიკარდ კარსტარკი თავისი სამი ვაჟითა და უზარმაზარი ჯარით პირველივე მოწოდებაზე გამოცხადდა ვინტერფელში. თუმცა წიგნებში ამ სახლის ისტორია ნამდვილ ტრაგედიად და ღალატის ქრონიკად იქცევა. ჩურჩულად ტყის ბრძოლაში ჯეიმე ლანისტერმა რიკარდის ორი ვაჟი მოკლა, რამაც ლორდი კარსტარკი შურისძიების წყურვილით შეშალა. როდესაც კეიტლინ სტარკმა ჯეიმე ფარულად გაათავისუფლა, განრისხებულმა რიკარდმა სტარკების ბრძანება დაარღვია და სამაგიეროდ ლანისტერების ორი არასრულოვანი ტყვე სიცოცხლეს გამოასალმა. ამ დანაშაულისთვის რობ სტარკმა მას საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი. სიკვდილის წინ რიკარდმა რობი დაწყევლა და ნათესავის მკვლელი უწოდა, კარსტარკების ჯარმა კი სტარკები მიატოვა. ამ ტრაგედიის შემდეგ კარსტარკების სახლი პოლიტიკურ ქაოსში ჩაიძირა. წიგნებში რიკარდის უმცროსი ძმა არნოლფი ფარულად ბოლტონებს მიემხროდა სტენის ბარათეონის მახეს უგებდა, რათა კარჰოლდის მემკვიდრეობა ჩაიგდო ხელში. თუმცა ჯონ სნოუს დახმარებით რიკარდის ქალიშვილი ალის კარსტარკი ვინტერფელიდან გაიქცა და კედელზე თავშესაფარი პოვა. ჯონმა ის ველურების ბელადზე სიგუნზე დააქორწინა, რითაც კარჰოლდს ახალი ერთგული მმართველები შესწინა. კარსტარკების ისტორია ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება საუკუნოვანი ერთგულება ერთ დღეში იქცეს მტრობად, როცა საქმე სისხლის აღებას ეხება. მეექვსე, მორმონტები. House Mormont ჩრდილოეთის ერთ-ერთი ყველაზე მამაცი და პატივსაცემი საგვარეულოა Game of Thrones-ის სამყაროში. ისინი ცხოვრობენ ბეარ აილენდზე, ცივ, კლდოვან და ქარიან კუნძულზე, რომელიც ჩრდილოეთის სანაპიროსთან მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ მათი მიწები არც მდიდარია და არც დიდი, მორმონტები მთელ ვესტეროსში ცნობილები არიან სიმამაცითა და ერთგულებით. მორმონტების დევიზია Here we stand, ეს სიტყვები მათ ხასიათს სრულყოფილად გამოხატავს. ისინი არასდროს ნებდებიან და ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან. საუკუნეების განმავლობაში მორმონტები House Stark-ის ერთგული მოკავშირეები იყვნენ და ჩრდილოეთის ყველა დიდ ომში მონაწილეობდნენ. სახლის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია ჯიო მორმონტ, რომელსაც ძველ დათვს უწოდებდნენ. ის იყო ღამის გუშაგების ლორდ კომანდერი და ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ლიდერი კედელზე. მისი ვაჟი ჯორან მორმონტ თავდაპირველად ოჯახიდან განდევნილი იყო, თუმცა მოგვიანებით დეინერის ტარგერენის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული თანამებრძოლი გახდა. მორმონტების სახლის ყველაზე პოპულარული წევრი კი ლეანა მორმონტ გახდა. მიუხედავად მცირე ასაკისა, მან ჩრდილოეთის ლორდების პატივისცემა მოიპოვა თავისი სიმამაცითა და მტკიცე ხასიათით. მორმონტების არმია მხოლოდ რამდენიმე ასეული მებრძოლისგან შედგებოდა, მაგრამ მათი საბრძოლო უნარები მთელ ჩრდილოეთში იყო ცნობილი. მათი სიმბოლო შავი დათვია მწვანე ფონზე, ძალის, გამძლეობისა და შეუპოვრობის ნიშანი. მიუხედავად მცირე ძალებისა, მორმონტების სახელი ვესტეროსის ისტორიაში დარჩა როგორც ღირსების, ერთგულებისა და სიმამაცის სიმბოლო. მეშვიდე, გლოვერები. გლოვერების სახლი House Glover ჩრდილოეთის ერთ-ერთი ყველაზე ძველი, ამაყი და ტრადიციული საგვარეულოა. მათი სტატუსი სხვა ლორდებისგან ოდნავ განსხვავდება. ისინი ტიტულატურით არა ლორდები, არამედ ოსტატები, Masters of Deepwood არიან, თუმცა გავლენითა და ძალაუფლებით არაფრით ჩამოუვარდებიან სხვა დიდ სახლებს. მათი ციხესიმაგრე Deepwood Motte ჩრდილო-დასავლეთით, გლების ტყის, Wolfswood სიღრმეში მდებარეობს. საგვარეულო გერბზე გამოსახულია ვერცხლისფერი ჯავშნიანი ხელთათმანი წითელ ფონზე, რაც მათ მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაზე მიანიშნებს. გეოგრაფიული მდებარეობის გამო, გლოვერები საუკუნეების მანძილზე ჩრდილოეთის დასავლეთ სანაპიროს იცავდნენ და პირველ დარტყმას იგერიებდნენ, როცა რეგიონს რკინის კუნძულელები პირველად ესხმოდნენ თავს. ისინი ყოველთვის სტარკების უერთგულესი ვასალები იყვნენ. ხუთი მეფის ომის დაწყებისთანავე რობერტ გლოვერი თავისი მეომრებით პირველივე მოწოდებაზე გამოხვა რობ სტარკს სამხრეთში, ხოლო მისი უფროსი ძმა, გალჰარდი, Deepwood Motte-ის დასაცავად დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ სერიალში ლორდმა გლოვერმა უარი თქვა ჯონ სნოუს დახმარებაზე ბასტარდების ბრძოლაში, ჯორჯ მარტინის წიგნებში ამ სახლის ისტორია ბევრად უფრო დრამატული და ერთგულებით ახსოვსია. რობის სამხრეთში ყოფნისას ასტრიდ გრეიჯოიმ Deepwood Motte აიღო და რობერტის ცოლ-შვილი ტყვედ ჩაიგდო. თუმცა როცა ჩრდილოეთში სტენის ბარათეონი გამოჩნდა, მან მთიელი კლანების დახმარებით ციხესიმაგრე გაათავისუფლა, რკინის კუნძულელები განდევნა და ტყვეები გლოვერებს დაუბრუნა. ამ სიკეთემ გლოვერების გადარჩენილი ჯარი სტენისის მხარეს გადაიყვანა. ამჟამად წიგნებში რობერტ გლოვერი თეთრ ნავსადგურში იმყოფება და ლორდ უაიმენ მანდერლისთან ერთად დიდ ფარულ შეთქმულებას გეგმავს ბოლტონების წინააღმდეგ. ისინი ფარულად მოქმედებენ, რათა იპოვონ და გადაარჩინონ რიკონ სტარკი. გლოვერების სახლის საუკუნეების განმავლობაში ამტკიცებს, რომ თუნდაც მათი ციხესიმაგრე მტერმა დაიპყროს, მათი სული და ვინტერფელისადმი ერთგულება მაინც გაუტეხერ რჩება და ისინი მზად არიან საჭირო მომენტში მგლებს მხარი დაუჭირონ. მერვე. რიდები. რიდების სახლი House Reed ჩრდილოეთის ყველაზე იდუმალი, უცნაური და ფარული საგვარეულოა. მათი მიწები მდებარეობს ყელში დნეკ, ჭაობიან რეგიონში, რომელიც ჩრდილოეთის სამხრეთისგან გამოყოფს. ისინი მართავენ Greywater Watch ლეგენდარულ ციხესიმაგრეს, რომელიც ტივტივა კუნძულებზე აგებული, მუდმივად მოძრაობს ჭაობებში და მისი პოვნა უცხოელებისთვის შეუძლებელია. მათი გერბია შავი ლომი ალიგატორი ნაცრისფერ მწვანე ფონზე. რიდები და მათი ხალხი, ჭაობის ბინადრები, Crane-Ogmen, ჩვეულებრივი ჩრდილოელებისგან მკვეთრად განსხვავდებიან. ისინი ტანით პატარები არიან, არ ჰყავთ რაინდები და არ ატარებენ მძიმე ჯავშანს. მათი სიძლიერე პარტიზანულ ბრძოლაში დაფარულ ნადირობასა და შამიანი სრებშია. ნებისმიერი სამხრეთული ჯარი, რომელიც ჩრდილოეთის დაპყრობას შეეცდება, ყელში გავლისას რიდების ჭაობებში, შიმშილსა და მოულოდნელ თავდასხმებში იღუპება, რის გამოც Greywater Watch ვესტეროსის ერთადერთი ციხესიმაგრეა, რომელიც მტერს არასოდეს აუღია. ამ სახლის მეთაური, ჰოულანდ რიდი, ნედ სტარკის უახლოესი და ყველაზე სანდო მეგობარი იყო.
ის ერთადერთი გადარჩენილია, ვინც ნედთან ერთად იბრძოლა სიხარულის კოშკთან, Tower of Joy და ზუსტად იცის ჯონ სნოუს ნამდვილი წარმომავლობის საიდუმლო. წიგნებში ჰოულანდი თავისი ციხესიმაგრიდან თითქმის არასოდეს გამოდის, თუმცა მან ვინტერფელში თავისი შვილები, ჯოჯენი და მირა გააგზავნა, რათა ბრან სტარკს კედლის მიღმა სამთვალა ყორანთან გამგზავრებაში დახმარებოდნენ. ჯოჯენს წინასწარმეტ ყველური, მწვანე სიზმრების გვინცაი, ნიჭი აქვს, რაც ამ სახლის ძველ მისტიკურ ფესვებზე მიანიშნებს. ხუთი მეფის ომის დროს, როცა რკინის კუნძულებმა მოუთ კაილინი, მოდ კეილენ დაიკავეს, რომ სტარკ მარიდებს დაავალა მტრის ზურგიდან განადგურება. ჭაობის ბინადრებმა შხამიანი ისრებითა და ფარული თავდასხმებით მტერი სრულ ჭკვიდან შეშალეს. რიდების სახლი არის იმის მაგალითი, რომ ფიზიკური ზომა და დიდი ჯარი არაფერია სტრატეგიისა და გარემოს ცოდნასთან შედარებით. ისინი სტარკების ყველაზე მისტიკური და ჩუმი მცველები არიან, რომელთა ერთგულებაც ჭაობივით მტკიცე და ურყევია.